მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, თქვენ უყურებთ არხს Energy Fishing, მე კი გიორგი ვარ. დღეს ვიმყოფებით მარაბდის საკალმახეში. საკმაოდ ცნობილი ადგილი არის მარაბდის ტბები, კონკრეტულად ეხლა ჩვენ ვართ საკალმახეში, თუმცა აქ არის ბევრი სხვადასხვა ტბა, სადაც შეგვიძლია მრავალფეროვანი სტილებით ვითევზაოთ, როგორიც არის, რა თქმა უნდა, სპინინგი კალმახზე, ასევე დიდ ტბაში შეგვიძლია ფიდერი და ტივტივით ვითევზაოთ. დღეს კონკრეტულად ჩამოვედით იმისთვის, რომ საკალმახე ტბაზე ვითევზაოთ, რა თქმა უნდა, კალმახზე, სპინინგით, ხელოვნური სატყუარების გამოყენებით, აუცილებლად ყველა იმ წესის დაცვით, რასაც აღნიშნული, ასე ვთქვათ, ტბა გვავალდებულებს ტბის წესები. პირველ რიგში ვთევზაობთ სპორტულად, დაიჭირა გაუხვის პრინციპით, ვთევზაობთ უენო ნემსკავებით, სპეციალური აი ასეთი ტიპის ბადით სილიკონის, რომ თევზი არ დავაზიანოთ. თუ რა თქმა უნდა, დაიჭირა გაუხვის პრინციპით ვთევზაობთ, მაგრამ თუ გვინდა რომ წავიყვანოთ, რა თქმა უნდა, დაჭერილი თევზის 1 კილოგრამის ღირებულება გახლავთ 25 ლარი. ხოლო ადგილზე შემოსვლა და საკალმახში თევზაობა 1 ადამიანი 20 ლარი. რაც ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგი და მისაღები პირობები არის იმისთვის, რომ მოვიდეთ, გავერთოთ, ვისიამოვნოთ. მეგობრებო, ჩვენ დღეს ვითევზაობთ, რა თქმა უნდა, სპინინგის ჯოხით. საკმაოდ კარგი აზურას მოდელი მაქვს წამოღებული 2000-იანი კოჭით და დიზინოლ ხი მაქვს წნული. ფლუოროკარბონისადავე 0,2 მმ და სადღაც 30 სანტიმეტრი და აი ესეთი ყანყალით ვითევზავებით მყარი სატყუარით და აუცილებლად ბარბლეს იგივე უენო ნემსკავით, რომელსაც ენა არ აქვს და თევზს შესაბამისად არ დააზიანებს. მარტივად შეგვიძლია რომ დავიჭერთ, ბადეში შემოვიყვანოთ, ხელმოუკიდებლად გამოვუღოთ ნემსკავი და უკან გავუშვათ დაუზიანებელი. ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ მაგალითად თევზი დაგვიზიანდება, აუცილებლად მოგვიწევს რომ ის თევზი წავიყვანოთ. პირველი გასროლა აბა ჩაუშვით. არის დავიჭირეთ. საკმაოდ მებრძოლია სხვათა შორის, მიუხედავად იმისა, რომ პატარა თევზია. კი ბატონო. და ახლოდან ვაჩვენოთ, აი მეგობრებო, როგორც ხედავთ, ნემსკავი თავის გამოძრა იქნა გამომდინარე, რომ ბარბლესი უენოა და შესაბამისად მარტივია გამოყება. ესეთი საკმაოდ სპორტული ზომის კალმახია. შვენივრად იბრძოლა, მიუხედავად იმისა, რომ პატარა არის რეალურად, სტანდარტთან შედარებით ძალიან მებრძოლია, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალიან ბევრი ჟანგბადი აქვს აღნიშნულ ტბას. გავუშვათ, დაუზიანებოთ მარტივად, შვენივრად გასკროლა. საკმაოდ მებრძოლია და ჩარტყმით ისეთი აქტიური აქვს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა გატარებაზე თევზი გეყოლება, იმიტომ რომ რეალურად ბევრია, კი ბატონო, მაგრამ ჭირდება რა თქმა უნდა ცოდნა, სატყუარის გატარების პრინციპი როგორ გავატაროთ სწორად და ასე შემდეგ. ამიტომ ამ ტბაზე საკმაოდ რა კარგად იბრძვის. ძალიან მებრძოლი თევზია, ძალიან. ბრავო, ზომაც ცოტა მოზრდილია და ამიტომ ძალიან მაგარია. ბრავო. ნემსკავი ისევ თავის დამოძრა. შედარებით მოზრდილი კალმახი ყავს. ძალიან კარგად გამოიყურება, მეგობრებო. მეგობრებო, ახლა გადავინაცვლოთ მოპირდაპირ მხარეს, ვხედავ რომ არის ესე ვთქვათ ხე და ჩრდილსაკეთებს ტბაზე, შესაბამისად რატომღაც მგონია რომ პერსპექტიული ადგილი უნდა იყოს და ჩრდილში იდგეს კალმახი, კი რა თქმა უნდა აქაც დავიჭირეს, თუმცა მინდა რომ გადავიდე, შევიცვალო ადგილი, შევცვალო სატყუარა, თევზის ფორმის ვობლერზე გადავიდე და ვობლერზე ვცადო თუ იაქტიურებს, იმიტომ რომ რეალურ პირობებთან არის მიახლოებული აღნიშნული ტბის მდგომარეობა. შემომოვალი წყალი აქვს, რაც რა თქმა უნდა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და კარგია. ასე რომ გადავიდეთ. აურჩიოთ ახლა ჩვენ ერთ-ერთი ვობლერი, ისეთი რომელიც დარწმუნებული ვარ რომ თევზს ძალიან უნდა მოეწონოს, აი ეს მაგალითად. გავუკეთოთ და ვცადოთ ამაზეც თევზაობა. საერთოდ ხასიათი აქვს თავისი, რა თქმა უნდა, კალმახს
შეიძლება ბევრია ტბაში, შეიძლება კერძოა, მაგრამ ყოველთვის ჭირდება ხოლმე მიგნება რეალურად იმ სატყუარას, რომელზეც იაქტიურებს, რადგან არის ძალიან ხშირი შემთხვევები და განსაკუთრებით ტურნირზე, იმიტომ რომ სპინინგის ფედერაცია აკაუსობა ჩაატარებს ტურნირებს და ეს ტურნირები იქნება ღია, შესაბამისად ნებისმიერ შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა, შესაბამისი აღჭურვილობა თუ გაქვთ, ასე რომ ჩვენც ტესტირების რეჟიმში ვართ და მოკლედ გექნებათ თქვენც საკმაოდ დიდი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით. გავუშვით, ჩავკეტოთ და დავიწყოთ თანაბარი გატარება. მოუვარე ჭრილს, პირდაპირ ჭრილთან არ დავდექი, რომ სიტყვაზე თუ დგას თევზი იქ არ დავაფრთხო, ცოტა შორიდან ვესვრი. რა თქმა უნდა, თევზი ფრთხილი არის განსაკუთრებით ტბაში. და ცოტა წამოუწიოთ, ზედდაფენაში გაუტაროთ ობლერი, გაუჩეროთ. გაჩერებისთანავე დაგვირწყა, მაგრამ რადგან ბარბლეს უვენო ნემსკავებია, ასე დროს მეტი ფუჭი ჩარტყმები გვაქვს ხოლმე. ვობლერს მოკლედ ჩარტყმები აქვს, 2-3ჯერ დაგვირწყა, თუმცა ვობლერის ერთი მინუსი ეგ არის ზუსტად, რომ ძალიან ბევრი ფუჭი ჩარტყმა აქვს. ყანყალასთან შედარებით. ყანყალა ძირითადად შემთხვევაში უფრო შედეგიანი არის ხოლმე აი ჩაკურის მომენტში. თუმცა არის ისეთი მომენტები, როდესაც ყანყალაზე აღარ იღებს და ობლერი ჭირდება, აი როგორც ახლა. ძალიან აქტიური თევზი ყავს მეგობრებო. გადარეული. აბა ნახოთ. კი ბატონო. აი როგორც არის. წესი და რიგი უენო ნემსკავების შემთხვევაში ავტომატურად თავისით გამოდის ნემსკავი. თევზი გაუშვათ, დავაბრუნოთ ტბაში. თქვენ რომ მოხვალთ, დაგხვდებათ და შეგიძლიათ დაიჭიროთ, თქვენს კარგად გაერთოთ. მეგობრებო, საკალმახის გარდა, როგორც მოგახსენეთ, აქ არის ასევე შემოსასვლელში დიდი ტბა, სადაც მშვიდობიანი თევზი ყავთ და მასზე შეგიძლიათ ითევზაოთ. აღნიშნულ ტბაზე თევზაობა გამოვიყენოთ და გავაგრძელებ. ძალიან მაგრადი გზის. ძალიან მაგარი აქტიურია. ბრავო. ბრავო თევზი. კარგი ხარ, ნამდვილად კარგი ხარ. წავიდეს. რეალურად თევზის ზომა არ არის განსაკუთრებულად დიდი, როგორც ხედავთ, თუმცა იმდენად ძლიერია, აი მინდა გაჩვენოთ, იაპონური ბრენდის ერთ-ერთი ბრენდის არ დავასახელებ, ძალიან მაგარი ბრენდის ნემსკავები მაქვს დაყენებული და დაღუნა ფაქტურად, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ მართლა ბევრი ჟანგბადი აქვს, მართლა აქტიურია და აი, არ ვიცი. მე პირადად ამაზე უკეთესი გასართობი ადგილი კალმახზე სათევზაოდ არ ვიცი. ნუ მდინარეს არ ვთქვი, მდინარე სხვა არის, მაგრამ ზოგადად ტბაზე კალმახი არის ძალიან მაგარი გასართობი და არაბდა შეგძლიათ თბილისიდან სულ რაღაც 1 საათის სავალზე, ნუ გააჩნია თბილისის რომელობაში ცხოვრობ, მაქსიმუმ 1 საათის სავალზე ძალიან მაგარი ადგილი გვაქვს იმისთვის, რომ კალმახზე ვითევზაოთ. მწვანე ფერის ყანყალა დავაყენე, შიგნით თეთრი და შავი წერტილებით, საკმაოდ საინტერესო არის, გადავაგდოთ. აი ცოტა მოშორებით დილისკენ. კი ბატონო და გავატაროთ. ოპ, მიახტა თევზი. არის გაძრა. არის. ბრავო. კი, საკმაოდ აქტიურია რა. გავუშვათ. ამ ტბაზე რეალურად შეგვიძლია ხშირად ვიაროთ, იმიტომ რომ ვისაც არია ტურნირების გამოსვლა გინდათ, შვენივრად ივარჯიშებთ, იმიტომ რომ რეალურად მიხვდები, რომელი სატყუარა როგორ უნდა გაატარო, რასის სწრაფით უნდა გაატარო, რომელ ფენაში უნდა გაატარო, იმიტომ რომ ყველა სატყუარას თავისი დანიშნულება აქვს, ზოგი ღრმა წყლისთვის არის, ზოგი დაბალი წყლისთვის, ნელი და სწრაფი გატარებით და ასე შემდეგ. ამიტომ ვაუ, რა მაგარია! ალბინოსი დავიჭირეთ. მოყვითალო ფერის, ნუ ეს განსხვავებული კალმახი, ანუ პრინციპში ჯიში იგი უბრალოდ ფერია განსხვავებული, აი მინდა გაჩვენოთ. საკმაოდ ლამაზია. არ დავაზიანოთ, ნემსკავი ძალიან მარტივად უნდა გამოვუღოთ. აი სხვათა შორის ამას კარგად აქვს აღებული, მაგრამ ნუ რა თქმა უნდა, აი ნახეთ მეგობრებო, უმარტივესად, აი ესე ამოვწევ.
და გამოძრა. შესაბამისად, დაუზიანებელი შეგვიძლია გავუშვათ უკან. მარტივად გაცურავს, აქტიურად, ჩვენივრად. თუ მაგალითად თევზაობთ სილიკონის სატყვარებით, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ითევზაოთ, მაგრამ ამ შემთხვევაში უფრო მეტი შანსი არის, რომ თევზი დავაზიანოთ, შესაბამისად მოგვიწევს მისი აუცილებლად წაყვანა. და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, 1 კილოგრამის ღირებულება 25 ლარი გახლავთ. აი, დიტბას რაც შეეხება ქვევით, რომელიც არის, კადრებში ნახავდით, დრონის კადრები გვაქვს გადაღებული. აღნიშნულ ტბაზე შემოსვლა თევზაობა ერთი ადამიანი 15 ლარია. და თუ თევზს დავიჭერთ, რა თქმა უნდა, იქაც გადასახადი გვექნება 1 კილოგრამში 15 ლარი. არის ასევე კიდევ უფრო დიდი ტბა, სადაც შესვლა ანალოგიურად 15 ლარი ღირს, თუმცა რასაც დაიჭერ აბსოლუტურად ყველაფერი შეგიძლია წაიყვანო. ასე რომ სამი სხვადასხვა არჩევანი გვაქვს იმისთვის, რომ რომელი ტიპის თევზაობაც გიტაცებს, შეგიძლია მოხვიდე და გემრიელად ითევზაო, მთელი დღით დაისვენო, კარგად მიირთვა. რა მეტი ხარ, რა გვინდა ჩვენ პრინციპში, ხო, მაგისთვის ვართ მეთევზეები. მაგისთვის გვიყვარს ბუნება, თევზაობისთვის, გართობისთვის, დასვენებისთვის და გემრიელობისთვის, ასე რომ ძალიან მაგარი ადგილია. მე ძალიან გახარებული ვარ, რომ გააქტიურდა აღნიშნული ადგილი, კალმახიც გაუშვეს და სხვა ტიპის თევზაობებზეც აუცილებლად შემოვივლით. კიდევ ერთი კალმახი დავიჭირეთ. ეს. მოდი აქ. ოპა, ბრავო. შვენიერი, გაუშვოთ. შევცვალოთ ისევ სატყვარა, მეგობრებო. მინდა რომ რამე ისეთი პასიური ფერი დავაყენო. ნუ აი მაგალითად, აი ესეთ დიზაინში. აი ესეთი ფერი აქვს. რაც მომწონო მოშავო მოვარდისფრო, უკანა მხარეს შავი არის. ნუ ესეთი ფერი ზოგადად რა თქმა უნდა ძალიან უყვარს თევზს, განსაკუთრებით როცა პასიური არის. ნუ ამ შემთხვევაში ახლა მარტო ვარ ტბაზე და შესაბამისად ბევრი თევზის დაჭერა შემიძლია. ამიტომ მაქვს საშუალება რომ ტესტო სხვადასხვა სატყვარები, რომელ სატყვარაზე უფრო აქტიურობს. რადგან აღნიშნულ ტბაზე კიდევ ერთხელ ვახსენებ, ძალიან მალე ჩატარდება 7 მარტს კონკრეტულად ტურნირი კალმახზე თევზაობაში, სპინინგის ფედერაცია ატარებს და შეგიძლიათ რა თქმა უნდა მიიღოთ მონაწილეობა. მე საკონტაქტო ინფორმაციას ანალოგიურად, კონკრეტულ ვებგვერდს და Facebook ჯგუფს მიუთითებ, სადაც შეგიძლიათ მიიღოთ ეს ინფორმაცია. ჩვენი ფორუმიც იქნება მითითებული, სადაც აბსოლუტურად ყველა ტურნირის განრიგი იდება ხოლმე. ასე რომ, ვისაც სურვილი გაქვთ, რომ 2026 წელს ჩაერთოთ ტურნირებში, არა მარტო სპინინგი, ზოგადად სხვა ტიპის თევზაობაზე ტივტივა იქნება თუ ფიდერი, შეგიძლიათ ამ ფორუმიდან მიიღოთ ინფორმაცია. თანაბარი დინჯი ატარება იმისთვის, რომ თევზი დაეწიოს, მომენტ შეიძლება აჩქარება, აი და აჩქარებაზე დაგვირტყა. დაგვირტყა ისე რომ კი რაღაც აგესი წამართვა ხელიდან. ძალიან მაგრად იბრძვის, აი კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო. აქტუალებული ვარ რეალურად იმდენად აქტიური, მებრძოლი და ძლიერი არის აღნიშნული თევზი. თან არ არის რა რეალურად ეხა ის ზომა რო თქვა რომ დიდი თევზიაო. სპორტული ზომა არის ზუსტად იმისთვის რომ კარგად გაერთო და თანამავდროულად საკმაოდ ძლიერიც. მარაბდაში მშვენიერი ადგილი გვაქვს იმისთვის რომ ჩამოვიდეთ ხშირად, შეიძლება ყოველ კვირას ვერ მოვახერხო, მაგრამ ხშირად ჩამოვალ აუცილებლად, ვითევზავებ კალმახზეც, ვითევზავებ დიდ ტბაში, ძალიან მაინტერესებს ტივტივი და ფიდერი თევზაობა, მაგასაც აუცილებლად გავტესტავ, ისე რომ ძალიან კარგი დღე გამოვიდა რა. მინდა რომ დაგემშვიდობოთ, გისურვოთ წარმატებული თევზაობა, გისურვოთ ჯანმრთელობა რაც თავარია, აღნიშნული ტბის ინფორმაცია, ლოკაცია, საკონტაქტო ნომერი, აბსოლუტურად ყველა ინფორმაცია გექნებათ რა თქმა უნდა როგორც ეკრანზე, ასევე ვიდეოს ქვევით აღწერაში. გისურვებთ წარმატებებს და შევხვდებით მომავალ ვიდეოში. აბა დროებით.